დღემშვიდობის მეგობრებო, ვეცდები რომ ძალიან მოკლედ ორიოდე სიტყვით ვისაუბრო რამდენიმე ფაქტორზე, რამაც განაპირობა დღევანდელი ჩემი ლაივის ჩართვა. ხედავ აღშფოთებული ადამიანების გამოსვლებს, პოსტებს, რომ ვაიმე თურმე თბილისში მეორე ამერიკული თვითმფრინავი დააჯდა ეს იმ ფონზე, როდესაც ირანთან დაძაბული სიტუაცია არის და შეიძლება ისრაელი, ირან, ამერიკის ომი დაიწყოს და შეიძლება საერთოდაც მსოფლიო ომი დაიწყოს აქედან გამომდინარე და საფრთხე არის კი ბატონო. ხედავ პოსტებს, როდესაც ადამიანები აღშფოთებას გამოთქვავენ, რომ აიმე ფასები გაიზარდა და თურმე რას გვიშრება ეს მთავრობა კი არა და ანუ ეს მაღაზიების მეპატრონეები და როგორი ცუდი სიტუაცია არის. ხედავ ესეთ აღშფოთებას, რომ ადამიანები გამოთქვავენ აღშფოთებას, ასე რომ ვთქვათ, რომ აიმე თურმე უნივერსიტეტები გაერთიანდა და ეს რა უბედურება ხდება. აგერ გუშინ ახლა ახალი მასკარადი გააკეთეს, ვითომ დებატები და ხელისუფლებამ დებატებში დაისვა თავისივე დაფინანსებული, გამოჩეკილი და თავისი ფრთის ქვეშ მყოფი ანტიქრისტიანული, ანტიქართული პარტია, ეგრეთ წოდებული გირჩი და ამაზე აღშფოთებული საზოგადოება რა. ძალიან მოკლედ მინდა რომ დავიწყოთ იქიდან, რომ საფრთხე მართლა არის. თუ საზღვრები არ დაკეტეს და ხელისუფლებამ საზღვრები არ დაკეტა, ზოგადად მიგრაციის ტალღა ძალიან დიდია და შეიძლება მილიონობით ადამიანი წამოვიდეს ირანიდან, ომი თუ მოხდება იქ. საფრთხე ნამდვილად არის თავისთავად. თუ ირანი ჩათვლის საჭიროდ და თუ ერთი ბომბიც რო გამოისროლოს ღმერთმა უქნას თბილისში და 10,000-ობით ადამიანი დაიღუპება და ეს ტრაგედია იქნება. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ეს იქნება პირდაპირ ოცნების ტაშისკვრელების სინდისე. ნუ ეხლა ეს ვის სინდისე იქნება, საქმეს აღარ შეცვლის და სიტუაციას არ გამოუსწორებს, მაგრამ ფაქტის სახეზია. ჩვენ ამ ვერაფერს ვერ შევცვლით. ვინც ამ ყველაფერზე ყვირი ხარ და ამობდით, წარმატებები ბატონო ბიძინო და ტაშს უკრავდით. საერო თუ სასულიერო თუ ვინც იყავით, მნიშვნელობა არ აქვს. თუ გაყიდული ინტელიგენცია, რომელიც არასოდეს არ იდგა თავის ადგილას. ხო, ანუ საფრთხე არის, მართალი არის ეს ადამიანები, რომ მართლა უნდა ითქვას და უნდა დაიკეტოს და უარი უნდა ეთქვას ამერიკულ თვითმფრინავებს აქ დაჯდომაზე, როდესაც ეს სიტუაციაა და საერთოდ, მაგრამ ეხლა არავინ არ მითხრას, რომ აი ამერიკას ვერ უბედავენო რა. მოდი ასე გეტყვით, აგერ მასთან რა ქვია, ჩვენზე კაი ურთიერთობა აქვს სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც და ესევე ჩვენზე ხშირად ჩადიან იქ ამერიკაშიც და ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი უფრო თბილ ურთიერთობაშია, ვიდრე ჩვენ ვაი ხელისუფლებასთან და მაგად გამოუცხადეს, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე დაკეტილებოდა. ესენი რატო ვერ ეტყვიან? იმიტომ რომ უსინდისოები და უპრინციპოები, უღმერთოები არაქართველები არიან და საერთოდ არაფერი არ აქვს საერთო ამათ ქართველობასთან და ქრისტიანობასთან. და ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ. საზღვრები უნდა დაიკეტოს თავისთავად და ამდენი მიგრანტი არ უნდა შემოდიოდეს, მაგრამ არც მაგას არ გააკეთებენ. რატო არ გააკეთებენ? იმიტომ არ გააკეთებენ, რომ დიდი ალბათობით გაუხარდებათ კიდევაც, რაც მეტი მიგრანტი შემოვა და რა ვიცი, მეტ ბინებს გაყიდიან და მეტი შემოსავალი ექნებათ. იმიტომ რომ ამათ ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებთ. და ყველა ესეთია, ვინც ამათ წარმატებები ბატონო ბიძინაო ეუბნება და ტაშს უკრავს და თქვენ სინდისე იქნება ის, რაც მოხდება. და ღმერთმა უქნას, მაგრამ მოხდება დიდი ალბათობით თუ მოხდა. ხო, ეს რაც შეეხება ირანს და ამერიკული თვითმფრინავების დაჯდომას და რა ქვია, საზღვრების არ ჩაკეტოს რა და როგორც წესი, ისე ის ხალხი ყვირი ხართ, რომ აიმე ეს რა ხდებოდა თავში ხელებს იშენთ, ვინც ბიძინას ტაშის დამკვრელები და ხელისუფლებაში მომყვანები ხართ და იყავით. და ერთ სიტყვას არ დაძრავენ, რომ ბიძინა ეს რას აკეთებო და ბიძინა არის მთავარდამნაშავე და ხელისუფალი და არ მოუწოდებენ ამაზე და მაინც კიდე რაღაც უხილავ ძალას იმაშვებიან, რა ქვია, აბრალებენ. ხო, ეს ამერიკულ თვითმფრინავებს რაც შეეხება და კიდე მიგრანტების შემოსევას, რომელიც იქნება თავისთავად აქ იქნება მთავარდამნაშავე ხელისუფლება ხალხთან ერთად. ეხლა ძალიან მოკლედ ასე რომ ვთქვათ, კიდე იყო
ერთი თემა რაც გითხარით ეს უნივერსიტეტების გაერთიანება აი რა მნიშვნელობა მე თავისთავად არ ვემხრობი მე პირადად ჩემი აზრი მაქვს რომ ცალ-ცალკე უნდა იყოს და სხვადასხვა აბსოლუტურად სხვადასხვა შინაარსის სასწავლებელია მაგრამ აი ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა რა გაერთიანდება თუ არ გაერთიანდება იმიტომ რომ განათლების სისტემა არის თავიდან ბოლომდე ახლიდან ასაწყობი დეგრადირებული ლიბერალური ჩამყაყებული ანტიქართული და ანტიქრისტიანული და ეხლა შენ ორი უნივერსიტეტს გაერთიანებ შეერთებ თუ რას გააკეთებ მაგას არავითარი აზრი არ აქვს იმ ბასიაჩუკის ფილმის არ იყოს გინდა დაქცეულია დაგდებულია ბეჭებზე დევს ქართული განათლების სისტემა და გინდა შაიტანეთ გინდა გამოიტანეთ ეგ თქვენ ფალავანიო რა აი ეგრე გინდა შეაერთეთ გინდა გამოაერთეთ აზრი არ აქვს ის აღარ არის რაც იყო რა და ყველანაირად ანტიქართული არის რა ეხლა იმ სპექტაკლზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვით რაც დაადგეს რომ ვითომ დებატები რო გამართეს ანუ ქართულმა ხელისუფლებამ რომელსაც ხელისუფლება ქვია ვაიამათ პატრონს მიწების გამყიდე ქართული წინაპართესხლებით სისხლით მიწების გამყიდე ხელისუფლება რომელიც ამბობს რომ არაბიზაცია პრობლემა არ არისო და ამას ვინც ტაშს უკრავთ თქვენს პატრონს მართლა და თქვენ სულში ჩამახედა რა ხდება და ესე იგი თურმე ვერავინ ვერ ნახა რომ პოლიტიკურ დებატებში ჩაისვა კონსერვატორები არ არსებობენ ვინ არიან საერთოდ და გირჩი დაისვა დებატებში და ცირკი გამართეს იქ და ეხა მოკლედ თქვა გირჩი ვინ არის გირჩი რომელმაც გასაბერი ეკლესიები შემოიტანეს გირჩი რომელმაც ქართველი ახალგაზრდები ჯარში არ წახვიდეთო და სექტაში გაერთიანეს გირჩი რომელმაც სექტა შექმნა და ეკლესიამ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სექტად გამოაცხადა და გირჩის წევრებს არანაირ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ წესებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ გირჩი რომელმაც გარყნა და გავერანა რასაც ქვია მომავალი თაობა ნარკოტიკებში და პლანში ჩაახჩო შეთანხმებულად ხელისუფლებასთან კონკრეტულად ბიძინასთან ერთად რომლის სურვილიც იყო რომ პლანის კულტივიზაცია მომხდარიყო და ეკლესიის წინააღმდეგობით და მამების ღირსეული მამების წინააღმდეგობით ეს ვერ გააკეთა და ესე იგი გირჩი დაისვა რომ ვითომ დებატებში შემოიყვანა ეს ადამიანები არიან თურმე ერთადერთი პოლიტიკური ძალა დანარჩენი არავინ არ არსებობს და ხალხს აყურებინებენ ამ მასკარადს და ეხლა საშველი რა არის საშველი პირდაპირ გეტყვით საშველი არაფერი არ არის თუ არ გაიღვიძებთ და თუ აზრზე არ მოხვდეთ რა თუ არ გაიღვიძებთ და თუ აზრზე არ მოხვდეთ ეხლა გაღვიძება რას ქვია რა და როგორ უნდა მოხვიდეთ აზრზე რა პირდაპირ გეტყვით რა დღეს ჩვენ პირობითად ქვია მართლმადიდებლები თორე მართლმადიდებლობისგან ისევე შორს ავაღართ ეხლა რომ როგორც მე და პარიზიან ჩინეთიან პეკინი კიდევ უფრო ახლო შეიძლება ვიყო იმათთან რა და რატო რა ეხლა არაფერი არ აქვს საერთოდ მართლმადიდებლობასთან კიდევ ერთხელ გეუბნებით იმიტომ რომ ერთია რომ გატყუილებენ მაგრამ მეორეა შე რო იტყუილებ თავს მეორეა რომ ჩვენ მართლმადიდებელი წარმართები ვართ პირდაპირ გეტყვით რა ეხლა აგერ მოკლე იმას გავაკეთებ ახსნას ამის შესახებ აგერ გუშინ ვიღაცა ეზოთერიკოსი გამოვიდა და თქვა რომ თურმე თუ გინდა რომ სულები გაიწმინდოთო სამსვე მთვარეობასო თუ ახალმთვარეობასო არ ვიცი 9 წუთი რო იქნება 2-სო თუ 29 წუთი რო დააკდება ფეხები უნდა ჩალაგო მარილიან წყალშიო და აქ ვიცინო თუიტი რო არ ვიცი ოღონდ ზუსტად ვერ გავარკვიე და უნდა თქვა რომ სავსე მთვარე გამწმენსო და ათასობით გაზიარება და მოწონება აქ და მართლმადიდებელი ქრისტიანები ამას ამბობენ სავსე მთვარე გამწმენსო ამინ და დიდება უფალსო აი თქვენ ხო ხართ ეს ხალხი გასაგებია რომ სექტანტები არიან მართლმადიდებელი კერპთაყვანისმცემელი სექტანტი ჩვენი ქვეყნის თავარი პრობლემა არის კერპთაყვანისმცემელი ხალხო არავის გაკერპება არ შეიძლება არც მთვარის გაკერპება არ შეიძლება ეს ხო ფაქტია მთვარემ როგორ უნდა განგწმინდოს არც არანაირი ვიღაცები ცეცხლები დარბიან ლამპრებით ჭიაკოკონოზე ზედახტებიან ვიღაცები კოპალაო ვიღაც საგიჟეთი აბსოლუტურად ვიღაცები ნიშას აღმერთებენ ვიღაცები ბიძინას ვიღაცები არავის გაღმერთება არ შეიძლება არც პოლიტიკური პიროვნების არც ღვდლის არც ეპისკოპოსის არც პატრიარქის პირდაპირ გეუბნებით სანამ არ გავხდებით ქრისტიანები ჩვენი საშველი არაფერი არ იქნება ქრისტიანები, ქრისტესიანები, გესმით, ვიღაცები მეფეს ელოდებიან თურმე რომ მეფე გადაგვარჩენს. ვაი ჩვენს პატრონს, რაც არც მეფე გადაგვარჩენს და არც არა ვიღაცები ღვთისმშობელი თურმე წილხოდრი ყოფილი ვარ ღვთისმშობლის და
ჭაობში მივდივართ გავქრებით როგორც ერი თუ აზრზე არ მოვარ თუ კერპთაყვანისმცემლობიდან არ გამოვართ და სიმართლეს არ ვიტყვით და სიმართლე რა არის სიმართლე არის ის რომ გამოდიხარ და აქ ტაშს უკრავ რომ წარმატებები ბატონო ბიძინაო და შენი არჩეული ბიძინა იქნება მიშა თუ მაყვალა მნიშვნელობა არ აქვს რომ გამოდის და ქვეყანა საქცევს და მიწას ხიდის უნდა თქვა და უთხრა სინდისი გაგაშტეს და უთხრა რომ ეს არ გააკეთო ეს დანაშაულია და უნდა მიხვდე თუ შეგეშალა უნდა ამხილო მაგრამ გულში მაინც იმის ტაშის დამკვრელი ხარ იმიტომ რომ 200 ლარი აიღე და სახში მათხოვრულად სალაფავი მიიტანე და მაინც არ აღიარებ მაგას შენ სინდისზე იქნება თბილისი რო დაიბომბება და თუ დაიბომბება ღმერთმა უკნას და თუ ირანიდან გესროლეს რაღაცა შენ სინდისზე არის ის უბედურება ფასები რო არის მომატებული ეხლა რომ ვითომ შეშფოთებული ხარ სინამდვილეში ბიზნეს ტაშის დამკვრელი ხარ იმიტომ რომ სალაფავი მოგიტანა და სუპი უნდა ხრიპო შენ სინდისი იქნება ბიზნეს სინდისი არ იქნება ეგ არც მიშას სინდისი არ იყო ის გარეჯი რო ის არის გამყიდველი გაყიდა თანაბრად მოღალატე არის და თანაბრად გამყიდველია ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლების იმიტომ რომ ერთი იყო მიშამ თუ გარეჯი გაყიდა ხო ამათქილი არ გაასამართლეს და შეთანხმებულად არიან კითხვას გისვავთ აბა გარეჯის გაყიდვაზე მიშას წაუყენეს ისა რა ქვია სასამართლო ბრალდება არის არა აქ არანაირად ბრალდება არ აქვს წაყენებული აქედან გამომდინარე ნიშნულობა არ აქვს მიშამ გაყიდა თუ ამად გაყიდა ერთად როცა შენ იმას არ გაასამართლებ ამის გამო შენც თანამონაწილე ხარ იმ დანაშაულში იმან გარეჯი გაყიდა ესენი ამ მიწებს ყიდნენ არაბებზე რა მნიშვნელობა მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ ასე რომ ვთქვათ ჟარგონულად არ გაუправდებოდა თქვენ რო არ იყოთ ტაშის დამკვრელები მაგრამ რა უნდა ქნა ახლა რომელ სიმართლეს და სამართალზე უნდა ვილაპარაკო იმ ხალხს ვინც სულის გაწმენდას სავსე მთვარეს თხოვს სამსე მთვარე გაგწმენდსო და ვაი ჩვენს პატრონს უბედო რომ სავსე მთვარე თუ გაგწმენდს ადამიანებო სულის გაწმენდა სინანულით ხდება და სინანული არის ის რომ მე ვაღიარო რომ მე შემეშალა და უნდა აღიაროთ რომ შეგეშალათ კოჰაბიტირებულად აი ამ ქვეყნის გამყიდე ნაცკოცებს რო უკრავდით ტაშს დღემდე უკრავთ და პასუხი მოსთხოვთ სანამ დროა რომ დაკეტონ პირველ რიგში საზღვრები რომ ირანიდან მიგრანტებია და არც ირანიდან და არც იქ ტერორისტული ქვეყნებიდან არ შემოვიდნენ ისინი მოსთხოვოთ ამ თქვენ გამყიდვე ხელისუფლებას რომ არ დაждდეს არც ამერიკული თვითმფრინავები და გამოაცხადონ ეს ოფიციალურად მოსთხოვოთ რომ განათლების სისტემა თავიდან ბოლომდე ასაშენებელია და მნიშვნელობა არ აქვს ამ უნივერსიტეტებს გაერთიანებ თუ დაშლი იმიტომ რომ თავიდან არის დასაწყები ეხლა რაღაცა ფარისეულური პროგრამა გააკეთეს კიდე ვითომ მღვდლები შეიყვანეს რაღაცა კლუბები სისულელი არის ნუ სულ არაფერს ჯობია მაგრამ ეგ არ არის რელიგიის სწავლება ვინ ზეიმობდით გეტყვით რომ საზეიმო მანდ არაფერი არ გაქვთ და მე მაქვს ინფორმაციები რომ სადაც შევიდე ეგ სისტემა არ მუშაობს მანდ არაფერი ქართული არ იქნება და ანუ სანამ არის ეს სისტემა, სანამ არის ეს ხელისუფლება, ამ ქვეყანას კაი არაფერი არ შეიძლება რა, მაგრამ ეს სისტემა იქნება მანამ, სანამ თქვენ იქნებით კერპთაყვანისმცემლები. სანამ თქვენ გგონიათ რომ სავსე მთვარე გაგწმენს. სავსე მთვარე კი არა გაგწმენს. შენი სული შენდიდან უნდა გაწმინდო, შენი სულიდან ბოღმისა, შხამისა, უბედურების გესლის გამოტანით და ქვეყნის გაყიდვას თავი უნდა ანებო და ქვეყნის გამყიდველებს ტაში არ უნდა უკრათ და ვიღაცებს არ უნდა აბრალოთ ის. დამნაშავე კონკრეტულად არც მიშა არის, არც ბიძინა არის, ისინი დიდ დამნაშავეები არიან, მაგრამ ყველა ერთად არის დამნაშავე, ვინც მაგათ ტაშს უკრავდა და ვინც ამ ყველაფერს უმწვანებდა და დღემდე უმწვანებს. დღეს რო ვითომ შეშფოთებულები ხართ არიან, რომ ვაიმე ეს რა მომხდარა თვითმფრინავი იმიტომ დაჯდა, რომ შენ რო ტაშს უკრავდი და დღემდე რო უკრავ, იმან დასვა. და კიდე იმას სხვა უბედურებები მოყვება. აგერ მეჩეთები აშენდება, აგერ არაბები იქნება და ცოტა ხანში კიდე იმათ მოუწოდებ, იმ სასულიერო პირებს დღეს რო ჩუმად არიან და ხმას არიღებენ იმ ლოცვის უფლებასაც აგიკრძალავენ, იმიტომ რომ თუ გამრავლდებიან და თუ ბევრი იქნებიან და გამრავლდებიან, იმიტომ რომ ელემენტარული ლოგიკის კანონია, შემოვლენ სახდებიან, სახლებს ყიდულობენ და ქართველები გადიან, მარტივი ლოგიკა არის, ახალს არაფერს არ ვიძახი, მე გეტყვიან უმრავლესობაში იქნებიან რომ ზარებს ნუ რეკაო, ნუ ლოცულობო და ღირსებიც იქნებით, ვინც ამბობთ რომ ლოცულობთო მარტო და ხმას არიღებთ. და ხმას არიღებთ და პასუხს არ ასთხოვთ ამ ხელისუფლებას და თქვენ თვითონაც პრინციპში მაგი ერთი იდეოლოგია უსახავთ. ერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ყველა ღირსეული მართლმადიდებელი ქართველი, ვინც ქრისტეს მიმდევრებად თვლით თავს და სულის გაწმენდას მთვარეს არ ათხოვთ და წყალში მარილიანი, წყალში ფეხებით ჩაყობით არ ელოდებით კიდე გადარჩენას.